ეგრეთ წოდებულ 4 ოქტომბრის საქმეზე სასამართლო პროცესი გრძელდება სააპელაციო სასამართლოში. მიმდინარე სხდომაზე პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, რომ აქციის ორგანიზატორი თავად იყო. მისი თქმით, პროვოკაცია რომ არ მომხდარიყო, აქცია მშვიდობიანად ჩაივლიდა. ბურჭულაძის განცხადებით, პაატა მანჯგალაძე აქციის ორგანიზებაში ჩართული არ ყოფილა. მანჯგალაძის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ წარდგენილი მტკიცებულებები მის ბრალეულობას არ ადასტურებს. აუდიო ჩანაწერი სოციალურ ქსელში ვრცელდება. პაატა მანჯგალაძემ სხდომაზე განცხადება გააკეთა, სადაც ყოფილ კოლეგებს ირაკლი კობახიძეს, მამუკა მდინარაძესა და შალვა პაპუაშვილს მიმართა. ის მათ მოუწოდებს მის ბრალეულობაზე საუბრამდე სასამართლოს გადაწყვეტილებას გაეცნონ. მანჯგალაძის თქმით, მის წინააღმდეგ მთავარ მტკიცებულებად 2024 წლის 20 და 24 ოქტომბრის განცხადებები გამოიყენეს. ის წერს, რომ ამ განცხადებებს მის ბრალეულობასთან კავშირი არ აქვს. საქართველოს გამარჯვება იწყება მაშინ, როცა თითოეული ჩვენგანი ირწმუნებს, რომ ჩვენ ეს შეგვიძლია. ჩვენ ბევრნი ვართ დღეს ყველანი აქციაზე და 26 ოქტომბერს ყველანი ისტორიულ არჩევნებზე. ბატონო ირაკლი, ბატონო მამუკა, შალვა, მე მგონი შინაარსიდანაც ნათელია, თუ რა ეჭ მიუტანილ მტკიცებულებაზეა საუბარი. რა სამართლებრივი ან ლოგიკური კავშირი შეიძლება ჰქონდეს მას ჩემი ბრალეულობის მტკიცებასთან და საერთოდ ვისი ბრალეულობის მტკიცებაა ეს, როცა ამ სტანდარტით 7 წლით უპირებ ადამიანს თავისუფლება წაართვა. პირად საკითხებზე არასდროს შემიწუხები ხართ და იქნება ახლა საზოგადოებას მაინც ავუხსნათ, რასთან გვაქვს საქმე. უდიდესი პატივისცემით მივმართავ ჟურნალისტებს, რომლებთანაც როგორც პოლიტიკოს მიმაჩნია, რომ განსაკუთრებული ურთიერთობა მქონდა. იქნება ეს ჩემი განცხადება გაავრცელოთ და ამის შესახებ პირადად კითხოთ აღნიშნულ პირებს. დღევანდელ სასამართლო პროცესზე განიხილა სხვა მსჯავრდებულების საქმეებიც. სხდომას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრო მურთაზ დოდელავა, რომელიც კლინიკაში იმყოფება. დაცვის მხარის მოთხოვნა კი ირაკლი შაიშმელაშვილს პროცესში დისტანციურად მიიღო მონაწილეობა, სასამართლომ არ დააკმაყოფილა.